პოლიტიკაში გადაბარგებული ყოფილი ბანკირების კიდევ ერთი საქმე. მონაწილეობა სავალდებულო არის და მათივე ინტერესია რომ არ დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც მათ სხვა დროს არაერთხელ დარღვეულია. რა როლი ჰქონდა ხაზარაძე ჯაფარიძეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ბიზნესილების გადაფორმებაში? პარლამენტის საგამოძიებო კომისია მაგნატის საქმის გამოძიებას იწყებს. აქ ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახავთ, არის თუ არა მათ უკან სიმართლე. ოფიციალური ბუდაპეშტის ღია პოლიტიკური მხარდაჭერა თბილისში. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ევროკავშირის და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. თქვენ ბრძანეთ, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ევროპასთან ინტეგრაციაა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. მშვიდობის პოლიტიკის გამო ბრიუსელში დაწუნებულ საქართველოს უნგრეთი იცავს. ბრიუსელის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ხდება იმის გამო, რომ მთავრობა არის მშვიდობის მომხრე. ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად უნგრეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. დონალდ ტრამპის მხარდაჭერის იმედი ლიბერალურ ძალებთან ბრძოლაში. 1000-ზე მეტი დაკავებული და ათობით დაშავებული თურქეთში პროტესტი არ წყდება. თურქეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ იმამოღლუს, არამედ მილიონობით ადამიანს დაუპირისპირდა და გადატრიალების მოწყობას სცადა. ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში 10,000-ობით ადამიანი სტამბოლის მერის დაკავებას აპროტესტებს. დღეები, როდესაც მემარცხენე რადიკალი ორგანიზაციები, ექსტრემისტები და ვანდალები ქუჩაში გამოდიოდნენ და ეროვნულ ნებას საფრთხეს უქმნიდნენ წარსულს ჩაბარდა. წავა თუ არა დათმობაზე რეჯეპ ტაიფ ერდოღანი და რაში ნარსის წერილი გამოაგზავნა ციხიდან ექრემ იმამოღლუ. ეთერშია კურიერი 9 საათზე დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 24 მარტია, გიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამო მშვიდობისა. ბიზნესის რეკეტი და მილიონობით ლარის ღირებულების ქონების ჩამორთმევა სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის მაგიდაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჩადენილი კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაულის სამსახველი დოკუმენტაცია დევს. გამოსაკითხთა სიაში არიან ყოფილი ბანკირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ბენზინგასამართ ქსელ მაგნატის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე. კომისიამ უნდა დაადგინოს, ვინ და როგორ აიძულა მაგნატის მესაკუთრე მომგებიანი ბიზნესი დავით კეზერაშვილის კომპანიისთვის გადაეფორმებინა და რა როლი ჰქონდათ ამ სქემაში TBC-ის მაშინდელ მფლობელებს. ხაზარაძე ჯაფარიძეს უწყება უკვე ჩაბარდათ, არ გამოცხადება კი სისხლის სამართლის დანაშაულია. ყოფილი ბანკირები მედიასთან არ ჯდებიან. ლიდერების მსგავსად უმილს ამჯობინებენ მათ პოლიტიკურ პარტიაშიც. ლელოს კი სწორედ ის პოლიტიკური გუნდი იცავს, რომლის მმართველობის პერიოდში წაართვეს კანონიერ მფლობელს ბენზინგასამართის სადგურების ქსელი. სააკაშვილის გუნდის განცხადებით მე-11 მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმური უფლება არ აქვს ვინმეს დანაშაული გამოიძიოს. ქართული ოცნების პოზიცია კი უცვლელია. მმართველი ძალა პირობას დებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილ ყველა მძიმე დანაშაულს, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევისა და წამების ფაქტებს დეტალურად გამოიკვლევს და საზოგადოებას გააცნობს. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს თემაზე. შოთა, მივლენ თუ არა ლელოს ლიდერების საგამოძიებო კომისიის ხდომაზე, დღის ბოლოს მაინც თუ გახდა მათი პოზიცია ცნობილი. ლელოს ლიდერებს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა შესაძლოა გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის წინაპირობა. ლელოში ამ თემაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა ხაზარაძის პოზიციები დღეს ნაციონალურ მოძრაობაში დაიცეს, რაც შეეხება მმართველ გუნდს ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ თუ კი ყოფილი ბანკირები არ გამოცხადებიან დროებით საგამოძიებო კომისიაზე, ესე იგი მათ მაგნიტის გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით რაღაც აქვთ დასამალი და ეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ როგორც ბიზნეს, ისე პოლიტიკურ კეთილსინდისიერების ინდექსს. სავალდებულო არის და მათივე ინტერესია რომ არ დაარღვიონ სისხლის სამართლის კოდექსი. ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მისასვლელად უწყება უკვე გაეგზავნათ. ბიზნესის რეკეტი და მილიონობით ლარის ღირებულების ჩამორთმევა. 25 მარტს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მთავარი განსახილველი საკითხები იქნება. საუბარია ბენზინგასამართის სადგურების ქსელის მაგნატის სავარაუდო უკანონო გზით ჩამორთმევის საქმეზე. კომპანია, რომელიც ნავთობიმპორტიორთა ბაზრის 10%-ს ფლობდა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს მალევე დავით კეზერაშვილთან ასოცირებული ფირმის საკუთრება აღმოჩნდა. ყოფილ ბანკირებთან ერთად დროებით კომისიას ჩვენება დაზარალებულმა ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემაც უნდა მისცეს. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ ლელოს ლიდერები ნაცმოძრაობის მმართველობის დროს უკანონო საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული. ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ
რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე, წამებებზე, ბიზნესის რეკეტზე, ყველაფერ ამაზე ქონდა მწვანე შუქი ანთებული თავისი უცხოელი მფარველებისგან. ამიტომ ხვალაც მნიშვნელოვანი მომენტი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ბიზნესის რეკეტს და დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები არიან ზოგი პოლიტიკაში. თუ შენ ხარ გამართული პოზიციით პოლიტიკურად ზნეობრივად, მაშინ რატომ უნდა აარიდო თავი, როდესაც შენ აქ ბიზნესის რეკეტზეა მით უმეტეს საუბარი, შენი როგორც ფიქრობ რომ მართალი ხარ, შენი მართალი პოზიცია წარმოაჩინე. უწყება უკვე ჩაბარებულია. რა როლი ჰქონდათ ხაზარაძე ჯაფარიძეს მაგნატის გაკოტრების საქმეში? ამ კითხვაზე მათ თანაპარტიელებს პასუხი არ აქვთ. კურიერის კამერასთან გამოჩენა დღეს არც ყოფილმა ბანკირებმა ისურვეს. მათი პოზიციის დაცვა კი ნაციონალურ მოძრაობას მოუწია. ყოფილ სახელმწიფო პარტიაში ამტკიცებენ, რომ დროებით კომისიას მსგავსი გამოძიების მანდატი არ აქვს. საგამოძიებო კომისიაც ვერ იქნება ლეგიტიმური, თუმცა ხა ადამიანებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პირადად და ინდივიდუალურად. ეს არის ჩვენი პარტიული პოზიცია. თუ ვინმე სხვანაირად მოიქცევა, ეს მათი გადასაწყვეტია. 12 წელი არიან ხელისუფლებაში და თუ რამე გამოძიება უნდათ გამოეძიებათ, ეს ყარი დაჩიზღაპრები. იმისთვის რომ ხალხის ყურადღება ეხლანდელ პრობლემებზე კი არ იყოს, არამედ 20 წლის უკან თურმე რა ხდებოდა. მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ ნაციონალური მოძრაობა იცავს, ეს მართლ გუნდში არ უკვირთ. საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფილი ბანკირებისა და სააკაშვილის ხელისუფლების მჭიდრო კავშირებზე საუბრობენ. მაგნატის, ბანკი კონსტანტასა და ელიტ ელექტრონიქსის საქმეები მათი თქმით ამ კავშირის მტკიცებულებაა. პოლიტიკოსებმა ლელოს ლიდერებს დღეს ისიც შეახსენეს, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით შეიძლება დაისაჯოს. უამრავი ბიზნესია, უამრავი გამწარებული და დანგრეული ოჯახია, უამრავი განადგურებული ბიზნესი არის. აუცილებელია უნდა მოვიდეს ნებისმიერი ვისაც დაიბარებენ და კიდევ ერთხელ და ჯერ გამეორდებით რომ არსებობს კანონმდებლობა რომელიც ითვალისწინებს ძალიან კაც სასჯელს საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების კუთხით. ითანამშრომლებენ თუ არა კომისიასთან მაგნატის გაკოტრებისა და გადაფორმების საქმეზე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ცნობილი ხვალ გახდება. დროებითი საგამოძიებო კომისია უკვე თვეზე მეტია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის დეტალებს სწავლობს. საია და სხვების საქართველოს წინააღმდეგ 17 ოქტომბერს შეტანილი სარჩელიდან 5 თვის შემდეგ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღიარებს, რომ სტრასბურგში გამჭვირვალობის კანონის გაუქმება არ მოუთხოვია. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით ისინი საქართველოს მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაზე ედავებიან. საია ვერ პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ მოითხოვეს კანონის შეჩერება ევროპულ სასამართლოში მაშინ, როდესაც ანალოგიური მოთხოვნით სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ჰქონდა შეტანილი და ეს პროცესი წააგეს. ამ ფაქტმა და NGO სექტორის აღიარებამ ქართული ოცნება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ გამჭვირვალობის კანონის სადავო არც მოსარჩელეებისთვის იყო და ეს თემა მხოლოდ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნურად ასაწევად სჭირდებოდა. მართველი გუნდი, რომელიც გამჭვირვალობის კანონის ინიციატორია, იხსენებს, თუ როგორ აპელირებდა NGO სექტორი და ოპოზიცია ამ ფაქტით კანონს ეძახდა რუსულს, თუმცა იმავეს დამტკიცება ვერ გაბედა სტრასბურგის სასამართლოში. ქართული ოცნებისთვის ცხადი გახდა, რომ ვერც საია და ვერც სხვა არასამთავრობოები ვერ დაამტკიცებდნენ ევროპულ სასამართლოში, რომ გამჭვირვალობის კანონი ადამიანის უფლებებს ხვდავს. საიას დამატებითი განმარტებები ამ საკითხზე არ გაუკეთებია გამჭვირვალობის კანონის სამართლებრივ განხილვაში შესვლას თავს არიდებს ოპოზიციაც. ამასობაში კი საქართველოს მე-6 პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოდან მე-5 პრეზიდენტის სარჩელზე, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონის გაუქმებას ეხებოდა, უარი თქვა. ახლა ოცნება განმარტებებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან ელოდება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში კანონს აკრიტიკებდა და მართველი გუნდის მტკიცებით NGO სექტორსაც აფინანსებდა. ჩვენ მოვისმენთ აღიარება, რომ ისინი ვერც ოქტომბერში ხედავდნენ რაიმე საფრთხეს, როდესაც საჩივარი შეიტანეს ევროპული სასამართლოს წინაშე და ვერც დღეს ხედავენ რაიმე საფრთხეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში ადანაშაულებს. საუბარია სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ სარჩელზე, რომლის შინაარსიც ორგანიზაციამ მხოლოდ ახლა დავის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ გაასაჯაროვა. ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსგან განსხვავებით საიას ევროპულ სასამართლოში გამჭვირვალობის კანონის შეჩერება არ მოუთხოვია. ეს უწყებისთვის მორიგი დასტური და აღიარებაა, რომ გამჭვირვალობის კანონი სადაო არც თავად მოსარჩელე მხარისთვის იყო. თუ ერთი მხრივ იგივე სუბიექტები საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვდნენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერებულიყო კანონის მოქმედება, რადგან ყოველი დღე გამოუსწორებელი საფრთხის წინაშე აყენებდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღეს ვისმენთ, რომ ესეთი საფრთხე მათ ვერ დაინახეს ოქტომბერში და უფრო მეტიც ამბობენ, რომ დღესაც
მარტში ვერ ხედავენ რაიმე საფრთხეს წინაპირობებს, რომ ესეთი მოთხოვნა ევროპული სასამართლოს წინაშე დაეყენებინათ და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელოვნურად ხდება ხოლმე საკითხებზე რეზონანსის შექმნა. საიამ საერთაშორისო სამართლებრივი დავა 17 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა დუმილი მხოლოდ ახლა დაარღვია. ორგანიზაციის თავმჯდომარე მედიასთან დაადასტურა, რომ სტრასბურგში დროებით ღონისძიებად გამჭვირვალობის კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ. მოსარჩელე მხარე კანონის შეჩერებას საჭიროდ არც დღეს თვლის. ჩვენ არ მოგვითხოვია უზრუნველყოფის ამ ფორმის გამოყენება კონკრეტულ დროს. ამის წინაპირობები, როდესაც იქნებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მექანიზმის გათვალისწინებით და პრაქტიკის გათვალისწინებით, მაშინ მოვითხოვით. არასამთავრობო ორგანიზაციისგან ამ განმარტებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა სახელისუფლებო გუნდი. უმრავლესობის თქმით, საია უკვე თავად აღიარებს, რომ საერთაშორისო სასამართლოში კანონის შეჩერების მოთხოვნის დასაყენებლად სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. ამჯერად ქართული ოცნების შეკითხვის კიდევ ერთი ადრესატი ევროკავშირის ელჩიც გახდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მესამე სექტორის მთავარი დამფინანსებელია. სოროსის ფონდის წარმომადგენლები, ისფედის, თითო საიას წარმომადგენლებიც თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში თვითონ აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების. ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ პასუხი იმ კითხვებზე, თუ რატო ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა, გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰერჩინსკის. ევროსასამართლოსგან განსხვავებით, მოსარჩელე მხარე გამჭვირვალობის კანონის შეჩერებას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსამართლეთა პლენუმმა არასამთავრობო სექტორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სალომე ზურაბიშვილის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც სარჩელის ავტორებმა სასამართლოზე ღია შეტევა დაიწყეს. სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლო მასზე დაკისრებული ფუნქცია ვერ შეასრულა. სამწუხაროა, რომ სასამართლომ არ გამოიყენა შესაძლებლობა თავისი გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების პროცესში. ის მსჯელობს არა კანონის კონსტიტუციურობას და კანონის ჩანაწერების კონსტიტუციურობას და მის საფრთხეზე, არამედ არგუმენტებად მოყავს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების გარკვეული განცხადებები, რაც არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს თქვა განსჯადი. საიას გადაწყვეტილების мотиваციას ვერ ხსნის ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ორგანიზაციის კრიტიკას ერიდება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საერთაშორისო დავის დაწყების დროს შეცდომები დაუშვა. მე არ ვიცი მათ ნაცვლად ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, რატომ არ მოითხოვეს. შეიძლება შეცდომა დაუშვეს, შეიძლება არასწორად გათვალეს რაღაც. საიას სამართლებრივი დავის დეტალებს არ ვიცნობ, ზოგადად ის კანონი რომ არაკონსტიტუციური არის, ამას არ ჭირდება დიდი კამათი. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არასამთავრობო სექტორი სტრასბურგში მოსალოდნელ მარცხს წინასწარ აცნობიერებდა და საერთაშორისო დავის ტაქტიკა უცხოელ დამფინანსებლებთან კოორდინაციით შეცვალა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ კანონის აღსრულების შეჩერება სამართლებრივად გაუმართლებელი იქნებოდა. ამიტომ არ უნდათ, რომ კიდევ ერთი წაგებული სასამართლო გადაწყვეტილება ყოფილიყო სტრასბურგიდან. გაითამაშეს თავიანთი პატრონების დახმარებით, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. დონორებმაც გასცენა ყველაფერს პასუხი, ხო? ეს ხო ყველაფერი მათივე ილუსტრაცია აქ აი ამ წარმომადგენლების, რომლებიც ასევე ბევრჯერ ვიმეორებ და გავმეორდები იმ ბინძური აღქმების თეორიის ერთ-ერთი მთავარი თანაავტორები არიან. საკონსტიტუციო სასამართლოში მეხუთე პრეზიდენტის შეტანილი სარჩელის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მეექვსე პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრესამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი ეფუძნება გამჭვირვალობასა და ანგარიშ ვალდებულებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრინციპის, სახელმწიფოს ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. სანამ ოფიციალური თბილისი გამჭვირვალობის კანონსა და NGO სექტორის არაგამჭვირვალე დაფინანსებაზე ბრიუსელის განმარტებებს ელოდება ევროპის პოლიტიკური ელიტის ნაწილს საქართველოსთან მიმართებაში ოფიციალური ბუდაპეშტი ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს. უნგრეთის პირველ დიპლომატს არ ესმის, რატომ ერევა ევროკავშირის საქართველოს შიდა საქმეებში და რატომ მიმართავს სხვადასხვა სანქციებს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართული ოცნების მთავრობა გამჭვირვალობისა და მშვიდობის პოლიტიკის მომხრეა. პიტერ სიარტომ ბრიუსელის პოლიტიკური ელიტა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელს
არ მოსწონს საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეროვნული ინტერესების გამტარებელი მთავრობა და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი ამ მიდგომებს ბოლოს მოუხებს. კრიტიკული განცხადებები ევროკავშირის მისამართით უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სიარტომ კიდევ ერთხელ გამოხატა უნგრეთის მტკიცე პოზიცია გამოიყენოს ვეტოს უფლება ყველა იმ გადაწყვეტილების დასაბლოკად, რომელთაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ მიმართავს. თავის მხრივ მაკა ბოჭორიშვილმა უცხოურ მედიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური თბილისის ურყევი პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და უნგრელ კოლეგას ამ გზაზე გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბუდაპეშტში ამბასადორიალზე დასასწრებად იმყოფება, რამდენიმე თვეში კი უკვე ორი ქვეყნის მთავრობათა შორისი კომისიის სხდომა გაიმართება. ნანა გოგატაძეს ვხვდით ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში. ნანა, კიდევ რა სტრატეგიულ საკითხებს შეეხო მაკა ბოჭორიშვილი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას? შუადერეფნის პროექტი და ამ მიმართულებით საქართველოს ამბიციური ხედმები, ევროინტეგრაციის გზა და საქართველოს მზაობა, რომ გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ამერიკა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და მშვიდობის პოლიტიკა რეგიონში. სწორედ ეს იყო ის ძირითადი თემები და საკითხები, რაზეც ყურადღება გაამახვილა საქართველოს პირველმა დიპლომატმა ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტი. შეიძლება ითქვას, რომ უკვე დასრულებულია. პირველი შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილმა უნგრელ კოლეგასთან პიტერ სიარტოსთან გამართა. სწორედ მისი მოწვევით იმყოფება მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში, სადაც მან პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციის ფარგლებში. ასევე მოვისმინეთ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების მხრიდან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ოფიციალური გზავნილები და უნგრეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით. დღევანდელი დღე კი დაასრულა მაკა ბოჭორიშვილმა საჯარო ლექციით. ორი ქვეყნის გამოწვევები, თანამშრომლობა, საგარეო პოლიტიკა და ევროინტეგრაცია ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხების, რომელზეც საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ბუდაპეშტში შეხვდა. პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პიტერ სიარტომ მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ამბასადორიალზე მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამბასადორიალის ფარგლებში უნგრელ დიპლომატებს მიმართა დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ჩვენ ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ევროკავშირის და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუადერეფნის პროექტში, რომელსაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით. ეს პროექტი მნიშვნელოვანია ევროკომისიისთვისაც და ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე ორ რეგიონში. რაც შეეხება ევროპასთან ინტეგრაციას, თქვენ ბრძანეთ, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ და მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უნგრეთი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის და ხელისუფლების მხარდამჭერი რჩება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე. საქართველო არის საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმი გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხს იმის გამო, რომ ქვეყანას პატრიოტული გრძნობები აქვს და არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, რომ ქვეყანაში კონსერვატორული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება. ლიბერალური პარტიები თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის. თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, ეს კრიზისია ბრიუსელის მოსაზრებით. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ქვეყნის შიდა საქმეებში ბრიუსელის მხრიდან ჩარევა მიუღებელია. ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა არის შვიდობის მომხრე. მას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია ჩვენგან ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად. ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს საგარეო
საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში გადაინაცვლა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აკადემიის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა და კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს მთავრობის სამომავლო ურთიერთობა შეეხო. მინდა დავადასტურო, რომ ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობა არ იყო კარგი, ბევრი მცდელობები იყო ამ ურთიერთობებში ჩარევის. თუმცა ახალი ადმინისტრაციისგან რაც გვესმის, იმედის მომცემია, რომ ვიმუშაოთ ერთად, ბევრი იდეოლოგიური საერთო გვაქვს. საქართველოს მზადაა მხარი დაუჭიროს ამ თანამშრომლობას, იმიტომ რომ როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი მოთამაშეა მათ შორის ჩვენს რეგიონში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის საერთო, რასაც დღეს შტატების ადმინისტრაციისგან ხედავთ, საშუალებას მისცემს ჩვენს ურთიერთობას, რომ ნამდვილად სტრატეგიული იყოს. საჯარო ლექციის შემდეგ მედიასთან აკადემიის პრეზიდენტმა ისაუბრა. მისი თქმით, ამ შეხვედრის დროსაც ყურადღება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე, უნგრეთის მხარდაჭერასა და დახმარებაზე გამახვილდა. სხვადასხვა კონტექსტში უნგრეთი და საქართველო იბრძვიან სუვერენიტეტისთვის. ქართველ მეგობრებს ვუთხარით, რომ უნდა გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კეთილდღეობის და სტაბილურობის მომტანი იქნება მთელი რეგიონისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში უკვე დასრულებულია. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კი სერბეთშია ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს. მოლაპარაკებები უკვე გაიმართა სერბეთის საგარეო და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეებთან. ოფიციალური ინფორმაციით მხარეებმა ქვეყნებს შორის საპარლამენტაშორისო კავშირების გაღრმავების გზები და საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბევრი თემა გქონდა სასაუბრო, რაზეც ჩემს კოლეგასთან და კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ორმხრივი მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის. მეორე საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს იყო უსაფრთხოების საკითხები. მე მივაწოდე მას ინფორმაცია რუსული ოკუპაციის შესახებ. გქონდა საუბარი ევროინტეგრაციის პროცესზე, მოგეხსენებათ სერბეთს უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე. ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკება დაბომბვების ფონზე იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპის დელეგაცია საუდის არაბეთში რუსულ მხარეს ან უკრაინაში დროებით ზავზე საუბრობდა, საოკუპაციო ძალა მოდესისა და ქალაქ სუმის საცხოვრებელ კორპუსებსა და სკოლებს დაარტყა. დაჭრილია 80 მოქალაქეზე მეტი, აქედან 14 ბავშვია. მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას მოსკოვის წარმომადგენლებისთვის ხელი არ შეუშლია. ამერიკულ დელეგაციასთან შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე ესაუბრათ. ასევე პირობა დაედოთ, რომ პორტებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს არ დაარტყავენ. კიევის წარმომადგენლები ამერიკელებთან მოლაპარაკებებით კმაყოფილები არიან, თუმცა დროებით ზავს ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებენ. კმაყოფილია რუსული დელეგაციაც, რომელიც ირწმუნება, რომ მოსკოვი დადებულ პირობას ასრულებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას არ ურტყამს. პუტინის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ამერიკული დელეგაცია უკრაინულ მხარესთან კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. საუდის არაბეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის ინტერვიუ Fox News-თან, რა დროსაც სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულებას სურს. ამერიკელი მაღალჩინოსნის ოპტიმიზმს საკუთარი შეხედულება აქვს ოფიციალურ კიევს, რომელიც უკრაინაში ომის დამთავრების ერთადერთ გზად პუტინზე ზეწოლას მიიჩნევს. საუდის არაბეთის დედაქალაქი ერ-რიადი, სასტუმრო რიც კარტონი. სწორედ აქ გაიმართა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. ცეცხლის შეწყვეტა ხელს მარცვლეულის უსაფრთხოდ გადატანას და გემების თავისუფლად მიმოსვლას შეუწყობს. მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა თქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა. ერ-რიადში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფების მოლაპარაკებებზე უსერიოზულესი პრობლემები განიხილება. მოლაპარაკებები სრულით მიმდინარეობს. მხარეებს შორის ურთიერთგაგება არსებობს. სხვაგვარად წარმოუდგენელია, რადგან უკვე რამდენიმე საათია ვსხედვართ და მნიშვნელოვან თემებს განვიხილავთ. შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარი მხარეებმა ამერიკა-უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ დაიწყეს. აუდიენცია იგივე ტერიტორიაზე 23 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებების წინა რაუნდისგან განსხვავებით ამჯერად ტექნიკური ხასიათის შეხვედრები მიმდინარეობს, რომელშიც ექსპერტები, სამხედროები, დიპლომატები და ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჩვენი გუნდი კონსტრუქციულად მუშაობს, დისკუსია საკმაოდ ნაყოფიერია.
დელეგაციები გააგრძელებენ მუშაობას. აუცილებელია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რეალური ბრძანება გასცეს თავდასხმების შეწყვეტის თაობაზე. ვინც ეს ომი დაიწყო, თავად უნდა დაამთავროს. პირველი სამშვიდობო მოლაპარაკება შეერთებულ შტატებსა და რუსეთის მაღალჩინოსნებს შორის საუდის არაბეთში 18 თებერვალს გაიმართა. თითქმის ერთ თვეში მოლაპარაკება შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებმაც გამართეს. ამ შეხვედრის შედეგად დათანხმდა კიევი ვაშინგტონის წინადადებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. დროებითი ზავის ზეპირი განცხადების დონეზე მისაღები აღმოჩნდა ვლადიმერ პუტინისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ომში მყოფი ქვეყნები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ, შუამავლები კმაყოფილები არიან. გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ეს დაუყოვნებლივ ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ. ახლა ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადაადგილება და შავ ზღვაში ვაჭრობის დაწყება. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ერ-რიადში გამართული შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს დაურეკა და უკრაინა რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლაში შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა. ოფიციალური წყაროს ცნობით პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების განეხილეს. ამ მოლაპარაკებების პარალელურად კი რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით მინიმუმ 65 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები დაშავდნენ. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები და სკოლა. 1000-ზე მეტი დაკავებული და ათობით დაშავებული თურქეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ანკარაში, სტამბოლსა და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში მიმდინარე დემონსტრაციების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა ბარიკადების მოწყობა სცადეს, რასაც სპეცრაზმის მხრიდან წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენება მოყვა. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც, რომლებმაც აქციის მონაწილეებს სტამბოლის მერიის ბლოკირების საშუალება არ მისცეს. მასშტაბური აქციების პარალელურად, რომლებიც სტამბოლის დაკავებული მერის ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად იმართება, თურქეთის სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად პრაიმერიზი ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 15 მილიონმა მოქალაქემ მიიღო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა პრეზიდენტობის კანდიდატად როგორც მოსალოდნელი იყო დაპატიმრებული იმამოღლუ დაასახელეს, რომელმაც ციხიდან საკუთარ ამორჩეულს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქიერი ხელისუფლებას დაუვიწყარ სილას გაარტყამს. მიუხედავად აქციებისა და ოპოზიციის აქტიურობისა, რეჯეპ ტაიფ ერდოღანი უკან დახევას არაპირებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის წაქეზებული დემონსტრანტების სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მათ შორის პროკურატურაზე დამნაშავე იმამოღლუს დასაცავად ზეწოლას ახდენენ. პროტესტის მონაწილეები პოლიციას პიროტექნიკას ესვრიან. სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყუებს და ცრემლსადენ აირს იყენებს. თურქეთში მასობრივი დემონსტრაციები არ წყდება. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში ასეულობით 1000 ადამიანი მეხუთე დღეა სტამბოლის ოპოზიციონერი მერის ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებას აპროტესტებს. ძალოვანები პროტესტის მონაწილეებს აკავებენ. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აქციებიდან 1133 მოქალაქე აიყვანეს. თურქეთის სასამართლომ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი კორუფციის ბრალდებით პატიმრობაში დატოვა. ის ციხეში სასამართლო პროცესის დასრულებამდე დარჩება. ცნობილია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაც. უწყება მერი თანამდებობიდან გადააყენა. თურქეთის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ დაპატიმრებული პოლიტიკოსი 2028 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. იმამოღლუს კანდიდატურას სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიში მონაწილე 15 მილიონი მოქალაქიდან 13 მილიონ 200,000-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. თურქეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ იმამოღლუს, არამედ მილიონობით ადამიანს დაუპირისპირდა და გადატრიალების მოწყობას სცადა. ვიდრე აქ მოვიდოდი, 2621 საარჩევნო ყუთი ჯერ არ იყო დათვლილი და სისტემაში ასახული. სოლიდარობის ნიშნად მიცემული ხმების საერთო რაოდენობა 13 მილიონ 211,000-ია. თურქეთის მთავრობა ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა რეჯეპ ტაიფ ერდოღანიც. დღეები, როდესაც მემარცხენე რადიკალი ორგანიზაციები, ექსტრემისტები და ვანდალები ქუჩაში გამოდიოდნენ და ეროვნულ ნებას საფრთხეს უქმნიდნენ წარსულს ჩაბარდა.
დრო როდესაც პოლიტიკა და მართლმსაჯულება ქუჩის ტერორით იმართებოდა, ახლა სრულად წარსულში დარჩა. Önlerine gelene hakaret etmekten. სტამბოლის მერი და მასთან დაახლოებული კიდევ 106 პირი 19 მარტს სავარაუდო კორუფციის დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე დააგავეს. ექრემ იმამოღლუმ პროკურატურას ჩვენება მისცა და წაყენებული ყველა ბრალდება უარყო. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციის რიგებში ახალი წყალგამყოფი აღმოჩნდა. პოლიტიკური ველზე ნიკა გვარამიას შემდეგ მისი კოალიციის წევრი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოჩნდა და კოლეგა ოპოზიციონერებს კატეგორიულად მოსთხოვა უარი თქვა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ჯაფარიძისთვის 4 ოქტომბერს ოპოზიციის საარჩევნო ნომრების ხილვა ბიულეტენზე ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაცია და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არ მალავს იმასაც, რომ თუ კი ოპოზიცია არჩევნებში ჩაერთვება, ეს ქუჩის პროტესტს დაასრულებს, შედეგად კი ხელისუფლების ოპონენტები პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთ ბერკეტს დაკარგავენ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ჩამოუყალიბებელია ნაციონალური მოძრაობა. სააკაშვილის პარტიის ნაწილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა. მეორე ნაწილი კი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. მკაფიო უარი არ ისმის არც გახარიას და არც ხაზარაძის პარტიებიდან, რითაც კმაყოფილებას ვერ მალავს იაგო ხვიჩია. გირჩ სურს 4 ოქტომბრისთვის პოლიტიკური ველი ოპოზიციისგან, რომელიც ვერ გაერთიანდა და ვერც ერთი სამოქმედო გეგმაზე შედახვდა, სრულად გაიწმინდოს და მათი სახით საკრებულოებში ახალი პოლიტიკური სახეები გამოჩნდნენ. ქართული ოცნება კი ოპონენტების რიგებში დაპირისპირებაში დამკვირვებლის როლშია და ოპოზიციას ახსენებს, რომ 4 ოქტომბრის პოლიტიკური პროცესში მათი მონაწილეობა არ მონაწილეობას არჩევნების ლეგიტიმაციაზე გავლენა არ ექნება. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე, მით უფრო მეტი უთანხმოებაა ოპოზიციაში. ამჯერად საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსით გამოხატა ზურა გირჩი ჯაფარიძემ. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი კოლეგებს მიმართავს გასცენ კონკრეტული პასუხი კითხვას, რას აპირებენ მუნიციპალურ არჩევნებში. ჯაფარიძის მსგავსად ფიქრობს მისი თანაგუნდელი ნიკა მელიაც. მე მჯერა რომ ყველა პოლიტიკური პარტია საბოლოო ჯამში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტი სურვილის და მიუხედავად არ იქნება. სტატუს კო უნდა შეიცვალოს და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება ფიქრი. მიბაძონ მისი გვარამიას პარტიას და თქვან რომ ისინი არც ერთ ვარიანტში არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ერთ-ერთი პირველი ვინც მკაფიო პოზიცია გამოხატა პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტია გირჩია. მათ წინა საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ და სხვებს გადაწყვეტილებების მიღებისა და პოზიციების ერთგულებისკენ მოუწოდებენ. თუმცა აქვე იაგო ხვიჩია ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ უთანხმოებასა და ჩამოუყალიბებელ პოზიციებზე საუბრობს. ნაცებმა ჯერ თქვეს რომ არ მივიღებთ მონაწილეობასო და მე ლევან ხაბეშვილმა ჩემთან დისკუსიის დროს თქვა რომ ჯერ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამიტომ მე მინდა რომ დაუჯერონ ზურა ჯაფარიძეს 4-5-95 და არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუ შენ არ შედიხარ პარლამენტში, არ ცნობ ლეგიტიმაციას, არაფერს მსგავს არ აკეთებ, შენ უნდა ემზადებოდე რევოლუციისთვის. და ხალხს უნდა ეუბნებოდე ძალიან კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ რევოლუციური მიზნით. და ჩემი აზრით ისე გააქრეს ამ ხალხმა პროტესტი თავისი შინაარსით, რომ არა თუ ლეგიტიმაცია მიცეს ქართულ ოცნებას, არამედ მარტო დატოვეს პარლამენტში რაც უნდათ იმის გასაკეთებლად. და სწორედ ახლა ზუსტად იგივე თამაშის გაგრძელებაა, რაც ხდება ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან. ამ პირობებში ამ წუთას ვერ უყურებ რა. მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ამაზე შემიძლია ადეკვატური პასუხი გასაგებია რა. უთანხმოებას არ აღიარებენ და ყოფილი თავმჯდომარის სიტყვებს პარტიულ დემოკრატიად აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში. თუმცა ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე დღის წინ პარტიაში ჩამოუყალიბებელ პოზიციებზე საუბრობდა. დღეს კი შეცვლილი რიტორიკით ირაკლი ფავლენიშვილი სხვა პარტიებს მოუწოდებს საკუთარი გადაწყვეტილება საჯარო გახადონ. ნაციონალურ მოძრაობა ძალიან მკაფიოდ აფიქსირებს თავის პოზიციას პოლიტიკურ მოცემულობაში, აზრი არ აქვს არანაირ საარჩევნო პროცესზე საუბარს. მკაფიოდ უნდა იყოს ყველა აბსოლუტურად პოლიტიკური ძალა თავის პოზიციებში, ნაკლები სივრცეს უნდა ტოვებდეს სპეკულაციებისთვის. კოლეგების მოწოდებების მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ გახარიას პარტიაში. როგორც თავად ამბობენ, საკუთარ დღის წესრიგს დამოუკიდებლად შეადგენენ. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის მისაღებ გადაწყვეტილება, ამას გავლენა ვერც ნაციონალურ მოძრაობას ვერ ექნება, ვერც ქართულ ოცნებას ვერ ექნება და ვერავის აბსოლუტურად ამ გადაწყვეტილებას გავლენა ვერ ექნება. გარდა ჩვენი საზოგადოებისა, ჩვენი მოქალაქეებისა, ჩვენი მხარდამჭერებისა და ჩვენი გუნდისა. ამიტომ ჩვენ როგორც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, მაშინვე საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაცნობთ. ქართული ოცნებისთვის ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში უკვე დამარცხებულია. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ იმასაც, რომ მათი ოპონენტების გადაწყვეტილებები არა თბილისში, არამედ სხვა ქვეყნებში გარე ძალების ჩარევებით მიიღება.
არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი მიიღებენ, არ მიიღებენ მონაწილეობას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ ისინი რა თქმა უნდა აუცილებლად დამარცხდებიან, განწერულები არიან მარცხისთვის და არ ვიცი, ხა როგორც უნდათ ისე მიიღონ გადაწყვეტილება, გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ არ ჩაერთონ, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს შესაბამის არჩევანს, მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას, ქალაქების კეთილდღეობას. ვიციან რომ კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, რომ ქართული ხალხი მათ არ მისცემს არანაირ მანდატს და კიდევ ერთი მარცხი დაადასტურებს მათ სავალალო მდგომარეობას. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ უმჯობესიც იქნება თუ მონაწილეობას არ მიიღებენ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებში და ამით მოხდება საბოლოოდ გადატვირთვა პოლიტიკური ლანდშაფტისა საქართველოში. ამიტომ მათაც და მათ უცხოელ მფარველებსაც მოუწოდებ, რომ აქეთკენ უბიძგონ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ. ჯერჯერობით ისევ უცნობია, ვინ დახვდება ამომრჩეველ საარჩევნო ბიულეტინზე, თუმცა ცნობილია თარიღი. ამომრჩეველი 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს გააკეთებს საკუთარ არჩევანს. თვითმმართველობის არჩევნები და მზადება 4 ოქტომბრისთვის პოლიტიკური თოქ-შოუს ღამის კურიერის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება დღეიდან ნინო შუბლაძის გადაცემა კვირაში ორჯერ 2 შაბათს და 4 შაბათს გავა. დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე იქნება. ასე რომ დაელოდეთ ღამის კურიერის თოქ-შოუ კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. პოლიციას სიკვდილით მოვაჭრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკავებს. ამჯერად კრიმინალურმა პოლიციამ უკრაინის 2 მოქალაქე დედაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონის შეძენა შენახვისთვის აიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცი 21 წლისაა. დედა 40-ის კრიმინალური პოლიციის ოპერაციისას უკრაინის მოქალაქეების დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერების გარდა ელექტროსასწორებიც ამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთა ელით. სასტუმროს ნომრიდან დედაშვილი პოლიციამ ხელბორკილებით გამოიყვანა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვისთვის უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. დაკავების ღონისძიება თბილისში ჩატარდა. კურიერის ინფორმაციით იანა და ევა ბროვენკოებმა გვაზაურის ქუჩაზე საოჯახო ტიპის სასტუმროში ოთახი იქირავეს. მეპატრონეს უთხრეს, რომ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ. მეორე დღეს კი მათთან სამართალდამცველები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. ორი ხალი გამოყავდა პოლიციას. ოთახში, სადაც დედაშვილი ცხოვრობდა, პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი იპოვა. ამოღებულია მეთადონი და ალფა-პვპ. საქმეში მტკიცებულებად ელექტროსასწორებიც დევს. კურიერის ინფორმაციით 40 წლის იანა ბროვენკო და 20 წლის ევა ბროვენკო საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ. დღეს მათ საქმეზე სასამართლო მიმსჯელა. მოსამართლემ ორივე მათგანი პატიმრობაში დატოვა. ერთადერთი აკუთის ღონისძიება, რომელიც შეტანილი იქნება, როგორც გამორჩევის სოციალურმა არის პატიმრობა ორივე. ბროვენკოებმა სასამართლოზე დუმინის უფლება გამოიყენეს. ადვოკატებმა გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 2000 ლარიანი გირაო შესთავაზეს. საქმეზე დეტალური ინფორმაციას ნამდვილად ვერ მოგაწვით, იმიტომ დასაცავ პირს ამის სურვილი არ აქვს. გეტყვით მხოლოდ, რომ ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. არსებობს დოკუმენტები, მტკიცებულებები და რომელსაც ყველაზე უფრო მტკიცებულობას ველოდებით, რომ სუნი აუღეს და ამ სუნის მიხედვით დადგიდება ხოდა თუ არა კავშირი ამ ნარკოტიკის საშუალება, მელე გვექნება უფრო საბოლოო გადაწყვეტილება. ნარკოდანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ახლა იმის დადგენას ცდილობს, რა გზით მოიპოვეს უკრაინის მოქალაქეებმა ნარკოტიკი და იკვეთება თუ არა სხვა პირების დანაშაულიც. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. დასაბუთებული იყო სამივე ფორმალური საფუძველი, მათი მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მიმალვის და მტკიცებულება და განადგურების რისკი. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ბრალდების მხარე მათ ედავება ერთ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება მეთადონის შეძენა შენახვას, ხოლო მეორე ბრალდებულს ისევე როგორც მეთადონის, ასევე ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს უკანონო შეძენა შენახვას. იანა და ევა ბროვენკოებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
დაავადება, რომლითაც მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და ყოველწლიურად 2 მილიონი კვდება დღეს ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეა სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია, რომლის საწყის ეტაპზე გამოვლენა და მკურნალობა პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად უმნიშვნელოვანესია. ადრეული დიაგნოსტიკის სისტემის დანერგვის შემდეგ საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობას არ ექვემდებარება, 70%-მდეა შემცირებული. ჯანდაცვის უწყება კი საშიში ინფექციის მკურნალობას სრულად ანაზღაურებს. ტუბერკულოზი როგორც ყველაზე საშიში ინფექცია, მკურნალობა, დაავადების დროული პრევენცია და მთავარი გამოწვევები. ამ თემებზე საუბარს დაეთმო ყველაზე მეტი დრო ტუბერკულოზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე. დაავადებას, რომელიც საერთწლოვანი გზით ვრცელდება მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი ადამიანი ებრძვის. საქართველოში ავადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა. გამოწვევები კვლავ რჩება, ეს არის როგორც მოგახსენეთ რეზისტენტობა, წამამდგრადი ფორმების არსებობა, ეს არის ცნობიერების ნაკლებობა ხშირ შემთხვევაში და ეს არის ის განუკურნებელი შემთხვევები, რომელთა მიზეზი ეს დაგვიანებული მომართვა და ზოგ შემთხვევაში არასწორი მკურნალობის თუ არასწორი რეჟიმების შედეგი შეიძლება იყოს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკრინინგის პროგრამებს, რომლებიც ტარდება ქვეყანაში. სტრაფი დიაგნოსტიკა, შემდეგ მკურნალობის რეჟიმები, ეს გვაძლევს იმის, ასე ვთქვათ, რწმენას, რომ შევძლებთ რაც არის დაგეგმილი მსოფლიო მასშტაბით 35 წლისათვის იმ სამიზნეების მიღწევას. ქრონიკულ ინფექციას ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ტუბერკულოზის პრევენცია კი რისკ ჯგუფების დროული გამოვლენა და ადრეული დიაგნოსტიკა. საქართველოში დღეს არის აბსოლუტურად თანამედროვე დონე ტუბერკულოზის მართვის ყოველგვარი ასპექტისა. მე გეტყვით, რომ საქართველოს ეს არის სამაგალითო ქვეყანა ტუბერკულოზის მართვის თვალსაზრისით და ჩვენს გამოცდილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზიარებს სხვა ქვეყნებში. წლიდან წლამდე მილიონობით ახალი შემთხვევა პრობლემას წარმოადგენს ლატენტური ტუბერკულოზი მთელ მსოფლიოში, ამიტომ სკრინინგი და დაწყებული დიაგნოსტიკით, მკურნალობით დასრულებული და შემდეგ მონიტორინგით ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის. საქართველოში რეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხვევების 70%-მდეა შემცირებული. ინოვაციური მეთოდებით მკურნალობას და შემდგომ რეაბილიტაციას სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს. პროგრამით უკვე დაფინანსდა 35,000-ზე მეტი სამედიცინო მომსახურება. გვაქვს სტრატეგია და სწორედ ამის მიხედვით ხორციელდება აქტივობები, რომელიც ამ დრომდეც წარმატებული აღმოჩნდა და შემდგომშიც, რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მაქსიმალური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეფექტიანობა იყოს რაც შეიძლება მაღალი. ყველა ეს სერვისი არის ხელმისაწვდომი აბსოლუტურად, მათ შორის ფინანსური ყოველგვარი წნეხისგან თავისუფალია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იგივე სკრინინგის და კვლევების მიმართულებით რაც შეიძლება მეტად გაფართოვდეს ეს მიმართულებაც. 24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ყოველწლიურად აღინიშნება. ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე რეიტინგული სახალხო შოუს ნახევარფინალის მოლოდინში ხვალ რუსთავი ორის მაყურებელს მეგაპროექტ ნიჭიერის შემქმნელები დაუვიწყარ სანახაობას და ყველაზე გამორჩეული მონაწილეების ნახევარფინალს პირდებიან. 10 მონაწილიდან ფინალში მხოლოდ 3 მოხვდება, მათგან ერთი კი მაყურებლის დახმარებით. ნიჭიერის მე-11 სეზონის ნახევარფინალს რუსთავი ორის მაყურებელი ხვალ 22 საათზე იხილავს. არაერთი ნიჭიერი მონაწილე, დაუვიწყარი გამოსვლა, ემოციური ისტორია და შთამაგონებელი შესრულება. ყველაზე სახალხო მეგა შოუ ნიჭიერი ახალ ეტაპს იწყებს. და ნიჭიერი ხარ და აქ უნდა იყოს შენ. 25 მარტს რუსთავი ორის პირდაპირ ეთერში მე-11 სეზონის პირველი ნახევარფინალია. დიდი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი ამ ნიჭიერის თვითონ კასტინგების, ეხლა გამეორება გაიძა ძალიან კარგად წამოყვა. მაყურებელთან ჩართულია და ზუსტად აი ეხლა უკვე დავსკვნითი პირველი ნახევარფინალი იქნება ხვალ 10 საათზე რუსთავის ეთერში. პირველი 10 კონკურსანტი შეირჩა, მეორე ტურში გადავიდა და უკვე ნახევარფინალში გადავიდა. ისინი გამოვიდნენ მაყურებლის წინაშე. აი ლაივის ასე ვთქვათ ნახევარფინალის მთელი ხიბლი ეგ არის, რომ იქ უკვე ყველაფერი უფრო ბევრად უფრო დახვეწილი ნომრები აქვს. მაყურებელი ნახავს იმას, რაც აქამდე არ უნახავს. ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუს პირველი ნახევარფინალი შთამბეჭდავი, ექსპრესიული და ემოციური ნომრებით გამოირჩევა. დასკვნით ეტაპამდე სულ 3 ნახევარფინალია, თითოეულში 10 კონკურსანტი მონაწილეობს. შოუს ხვალინდელ ნაწილში მაყურებლის აქტიურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მხოლოდ 3 კონკურსანტი მიიღებს საგზურს ფინალისთვის. ხალხის ხმა გადამწყვეტი იქნება, რადგან პირველ ფინალისტს
სწორედ მაყურებელი ირჩევს. ხვალ უკვე მაყურებელთან ერთად მივიწევთ ფინალისკენ, ასე ვთქვა და ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ გამორჩეული ნიჭიერი იყო, გამორჩეული მონაწილეებით, მოიცავდა მთელ საქართველოს. მნიშვნელოვანი ეხა გავაკეთოთ ზუსტი არჩევანი ჩვენ მაყურებელთან ერთად იმისთვის, რომ ნიჭმა კიდევ ერთხელ იზეიმოს. ველოდები აი ამ ემოციის მაქსიმალურ ამოფრქვევას, იმიტომ რომ ყველას უნდა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოიდგინოს და ჩვენი მზაობა ჟიურის წევრებისა ბევრი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ შევაფასოთ წინა გამოსვლა აი ამ ნახევარფინალის გამოსვლასთან. ჩვენ ერთად ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერ ადამიანს. პირველ ნახევარფინალისტებს შორის ორი ოქროს ღილაკის მფლობელია, რაც სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მათ უნდა მოახერხონ დანარჩენებთან ერთად და აუდიტორიის წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ. 5 ოქროს ღილაკი რომ ქონდა, 5-ვე თქვენი იქნებოდა. თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება პირველი ნახევარფინალი, რადგანაც ნენსკრა, ჩემი ოქროს ღილაკი მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ მათ გამართულ გამოსვლაში. მე ყველას მოუწოდებ, ყველაზე გრანდიოზული, ყველაზე მაგარი შოუს პარალელურად მოიმორჯოთ ხოლმე ტელეფონები და აუცილებლად დაურეკოთ და დაუმესიჯოთ თქვენს ფავორიტ მონაწილეს, იმიტომ რომ ეს საგზური მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ სწორედ თქვენმა რჩეულმა მოიპოვოს. ვინ მოხვდება ყველაზე სახალხო მეგა შოუს ფინალში და ვინ იბრძოლებს ქვეყნის მთავარი ნიჭიერის ტიტულისთვის, ეს სამშაბათს 25 მარტს რუსთავიორის პირდაპირ ეთერში გაირკვევა.